ქართული კულტურა, კარგი ამბავი, ის რაც ყველას გვაერთიანებს, ის რის გამოც სიამაყის გრძნობა არ გვტოვებს და გვიახლდება, ეს არის ქართული ცეკვა და კარნეგი ჰოლში საქართველოს ნაციონალური ბალეტის ტრიუმფალური გამოსვლიდან ერთი კვირა გავიდა, თუმცა ემოციები ჯერ კიდევ არ განელებულა. საუკუნეზე მეტია სუხიშვილები მსოფლიოში ქართული ტრადიციული ცეკვების მთავარი წარმოდგენი და მეტიც კულტურის ელჩები არიან. მე ვიტყვი მთელი ქვეყნის ელჩები არიან. 17 იანვარს ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე ქართული ტრადიციული ცეკვების კონცერტის ასე ანშლაგი ჩატარება კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ აღიარებად შეიძლება ჩაითვალოს. დარბაზში აღფრთოვანებულ მაყურებელს შორის ლეგენდარული რობერტ დე ნირო იყო, თუმცა ბევრი სხვაც ყოფილა და ამაზე ახლა სწორედ ვისაუბრეთ. მის მეუღლესთან ერთად იყო მიბრძანებული, ღონისძიების დასრულების შემდეგ ის კულისებში შევიდა და ასამბლეის წევრებს და ხელმძღვანელებს გაესაუბრა და თავადაც მიულოცა. მოდით ეს კადრები ვნახოთ და სტუდიაში საუბარს დავიწყებ ქალბატონ ნინო სუხიშვილთან. Great honor for us. Hi, nice to meet you. Our favorite artist. Second. Legendary. You know who's first? Who? My grandpa, who was the founder of this company. Yes. You know, I went to Georgia. You know that. I know the Yes. 90s. Yeah, but we were in the tour at that time, Yeah. all around the world, so we couldn't meet. კარნეგი ჰოლიდან ქალბატონ ნინომ ჩვენ სტუდიაში, დროების სტუდიაში გადმოინაცვლა. მადლობა მას ჩვენთან ერთად ყოფნის. პირველ რიგში მოლოცვა, მორიგი წარმატებული გასტროლის გამო, ვიცი რომ არაერთი საგასტროლო ასე ვთქვათ ვიზიტი იგეგმება შეერთებულ შტატებშიც, ევროპის ტერიტორიაზე, ამაზე და მოგვიანებით ვისაუბროთ, მაგრამ კონკრეტულად აი კარნეგი ჰოლში თქვენი გამოსვლა. მე რამდენადაც მქონდა ინფორმაცია და გამიკვირდა, კარნეგი ჰოლში ზოგადად ცეკვაო წარმოდგენების შესახებ არც გამიგია. თქვენ როგორ მოხვდით, როგორ დაიგეგმა და კონკრეტულად ამ გასტროლზე რო ვისაუბროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს კონცერტი ჩვენთვის. ჯერ პირველ რიგში კარნეგი ჰოლი, როგორც თქვით, არის ერთ-ერთი პრესტიჟული და ცნობილი სცენა მსოფლიოში და ძალიან დიდი პრესტიჟია იქ გამოსვლა. ძალიან ბევრს ნიშნავს კარნეგის სცენაზე გამოსვლას. თან კარნეგის ჰოლში ჯერ ცეკვა არ ყოფილა არასდროს წარმოდგენილი. საცეკვაო ანსამბლი იქ არ გამოდის. სხვა ფორმატის დარბაზი, ამიტომ ჩვენ ვიყავით პირველად კარნეგი ჰოლში და კარნეგი ჰოლისთვის პირველად იყო საცეკვაო დასი კარნეგის სცენაზე. მეტროპოლიტენ ოპერასთვის სხვა ცეკვები ტარდება მეტროპოლიტენ ოპერაში, ნიუ-იორკ სიტი თეატრში, ბალანჩინის თეატრში. იქ ცეკვებისთვის სხვა, იქაც გამოვსულ ვართ არაერთხელ ჩვენ, მაგრამ აი ეს პირველად კარნეგი ჰოლის სცენაზე ცეკვა იყო პირველად და ჩვენთვის პირველი იყო კარნეგი ჰოლი. ამიტომ ძალიან საპასუხისმგებლო იყო, ძალიან საღელვებელი იყო ეს ყველაფერი. ბოლო მომენტამდე აი არ ვიცი, იმდენ დატვირთული ვიყავით ემოციებით, რომ არ შეიძლება არ აღნიშნო კიდე ორგანიზება ამ კონცერტის, სადაც ქართველი გოგო იყო ჩაბმული, სალომე ლილუაშვილი, რომელიც პროდიუსერობს უკვე წლებია ამერიკაში, ნიუ-იორკში და მისმა კომპანიამ, საპროდიუსერომ ეს გააკეთა, ეს წარდგენა კარნეგის ჰოლში ჩვენი და რაც სხვათა შორის თავიდან თვითონაც არ ჯეროდა ეს გამოვიდოდა, მაგრამ კარნეგი ჰოლი ესეთი დარბაზია, მან რო შეისწავლა ჩვენი ისტორია, რომ სად ვართ გამოსულები, როგორ დარბაზებში, ნიუ-იორკში, ბროდვეიზე გამოსულები ვართ, ლინკოლნის ცენტრში, უამრავ სხვა დარბაზებში, ბალანჩინთან ერთად, ბალანჩინის ბალეტთან ერთად და ამიტომ სიამოვნებით დათანხმდა და რაც კიდე ნიშანდობლივია, რომ ამ ფასად ჯერ კარნეგი ჰოლს ბილეთი არ გაუყიდია აქამდე. ძალიან მაღალი ფასი იყო და მიხედვით ამისა იყო ანშლაგი. აბსოლუტური ანშლაგი იყო. არა უბრალოდ ანშლაგი, არამედ შემადგენლობაც იყო ძალიან გამორჩეული. საინტერესო ჩვენ ახლა რობერტ დე ნირო ვნახეთ, რომელიც თავისთავად რობერტ დე ნირო გამოჩნდა და ყველგან ესე იგი დატრიალდა სოციალებში, რადგანაც გადაღება იქ არ შეიძლება დარბაზში. კულისებში იყო შესაძლებელი და დე ნირო შემოვიდა მოსალოცად უბრალოდ კონცერტის მერე. თორე ნაკლები მეგავარსკვლავები არ იჭდნენ დარბაზში, იყო ჯერ ესეთი ყველა პროდიუსერი ნიუ-იორკის, ვინც კი არის კულტურაში, შოუ ბიზნესში, ხელოვნებაში,
აი ტოპ ხალხი იყო მოსული. ჟურნალის რედაქტორები, Forbes-ის, ამერიკული Vogue-ის, მთავარი რედაქტორები ნიუ-იორკელის, გაზეთები, New York Times-ი, Daily Mail-ი, უამრავი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. სხვათა შორის ძალიან ბევრი კინოვარსკვლავი, ქორეოგრაფი, მოცეკვავე, ამ მსახიობები საოცარი მაყურებელი იყო და ძალიან სასიამოვნოა, რომ ესეთი გამოძახილი იყო ამ ფაქტიურად ეს ხო მარტო ჩვენი წარმატება არ იყო, ეს იყო ქვეყნის წარდგენა, ეს იყო საქართველოს წარმატება და ამიტომ აი ორმაგად უფრო საამაყოა და იმდენმა ადამიანმა ნახა არა მარტო ცოცხლად, ვინც კარნეგი ჰოლში ესწრებოდა, არამედ სოციქსელებში და შემდეგაც ეს რომ დატრიალდა, რომ აი როცა ავსებს სიამაყით შენი თანამემამულის გულებს, აი ესეთი სიხარული რომ მოგა ну ამაზე დიდი ჯილდო ნამდვილად არ არის რომ ეს მართლა მთელი ქვეყანა ამაყობს შენით და ეს ხო საქართველოს სიამაყეა. განსაკუთრებით წარმომიდგენია ჩვენი ქართველების ემოციური მდგომარეობა იქ, ვინც ახლა შეერთებულ შტატებში და განსაკუთრებით მათ შორის ნიუ-იორკში ძალიან მრავლად საკურველია ქართველი მაყურებელიც ესწრებოდა, იყო ქართველი მაყურებელიც იმ საღამოს. სხვა შორის აქვე მინდა კითხოთ, რომ რადგან ქართველ მაყურებელზე ჩამოვარდა საუბარი, ჩვენ ძალიან მონატრებულები ვართ. ვიცი, მეც მონატრებული ვარ. რამე პერსპექტივა თუ გვაქვს? ჩემთვის ყველაზე საყვარელი აუდიტორია და ყველაზე პრესტიჟული არის ჩემი ქართველი მაყურებელი და მე ბედნიერი ვარ, რომ მაგ თქვენ ეთერში საშუალება ვთქვა, რომ ოპერაში გვექნება ახლო მომავალში 3 დღიანი კონცერტი, ჩვენ წარვადგენთ კარნეგი ჰოლის პროგრამა, ზუსტად იმ კონცერტს ჩვენი თბილისელი მაყურებლისთვის ოპერისა და ბალეტის თეატრში და ძალიან დიდი მადლობა მინდა ქალბატონ ნინო ანანიაშვილს გამოუცხადო, რომ დაგვითმო ეს დღეები, ბატონ ბადრი მაისურაძეს, რომ ეს დღეები დაგვითმო ოპერის თეატრი ჩვენ გვიმასპინძლებს 9-ში 10-ში და 11 თებერვალს და ძალიან მიხარია, იმიტომ დიდი ხანი არ მქონია კონცერტი და ჩემთვის ქართველი მაყურებელზე საყვარელი არც ერთი მაყურებელი არ არის. მოუთმენლად ველით, ახსენეთ კარნეგი ჰოლის რეპერტუარი. რა სპეციფიკა გქონდა ამ რეპერტუარს? ჩვენ ვიცით, რომ ყოველი ახალი გასტროლის წინ სუხიშვილები სპეციალურად გეგმავთ პროგრამას. სულით ხშირად ჩვენ პროგრამას ამჯერად ჩვენ გადავწყვიტეთ, რადგან ჩვენი 80 წლის საიუბილეო წელიწადი იყო ეს და გადავწყვიტეთ, რომ რაც კი საუკეთესო ნომრები დადგმულა 80 წლის მანძილზე, როგორც აი კლასიკური პროგრამიდან ილიკო და ნინოს დროინდელი ცეკვები, ასევე ბოლო 20-25 წლის მანძილზე დადგმული ცეკვები, ну, ნახევარი დაახლოებით ესე პროცენტულად, იყო რამოდენიმე სრულიად ახალი ცეკვაც წარდგენილი და აი ეს მთლიანობა, ესე ვთქვათ, აი ისტორიაო ჩვენი 80 წლის, როგორ ვითარდებოდა ეს ქორეოგრაფია და ძალიან საინტერესო გამოვიდა, ამიტომ ამ პროგრამითვე წარდგებით აქაც. და ქალბატონ ნინო, ვიცი რომ გასტროლები უკვე მთელი წლის განმავლობაში არის ჩანიშნული. როგორი არის კალენდარი და გეოგრაფია თქვენი შემდგომი გასტროლების? ნუ ჩვენ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. მალევე წავალთ ისევ გასტროლზე, თებერვლის შუა რიცხვებში მივემგზავრებით ევროპის ბევრ ქვეყანაში და გეგმილი გვაქვს აპრილამდე ვიქნებით გასტროლზე. ძალიან ბევრი ქვეყანაა გრაფიკში, ეს არის გერმანია, იტალია, ჰოლანდია, პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ხორვატია, უნგრეთი, სლოვენია, ну ბევრი ქვეყნებია, ბევრი ქალაქები და შემდეგ უკვე დაგეგმილია ამერიკაში ისევ განმეორებითი ჩვენი საგასტროლო პერიოდი ოქტომბერი და ნოემბერი იქნება უკვე ამერიკის სხვადასხვა ქალაქები, სხვადასხვა შტატები და კანადა. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. მანამდე რობერტ დე ნიროზე მინდა რომ კითხოთ, როცა ილიკო მიმართა და უთხრა, რომ თქვენ ჩემთვის მეორე ხართ რიგშიო, გამორჩეულ და საყვარელ არტისტებს შორისო, დაბნეულობამ და დაძაბულობამ მოიწვა იქაურობა, მაგრამ განიმუხტა მომენტალურად, როცა მან აუხსნა, რომ ისი დიდი ბაბუა. არა, დე ნიროს კარგი იუმორის გზნობა აქვს. ეს მაინტერესებს, როგორი იქონდა რეაქცია გასაუბრების დროს. არა, გაიხსნა და მოეწონა და ნამდვილად ესეთი იუმორი გზნობა აქვს და მიიღო ეს ჩვეულებრივად ძალიან ნორმალურად. ქართული ცეკვა პოპულარობას არა თუ კარგავს, არამედ იმატებს
და მე მაინტერესებდა საუბრის დაწყებამდე დავსვი ეს კითხვა, მაგრამ მაყურებლისთვისაც იქნება საინტერესო. ვიცი რომ თქვენი სტუდიების რაოდენობაც იმატებს, მრავლდება, ინფრასტრუქტურულადაც იშლება. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე ამ მხრივ და რამდენად რაღაცა დიდი მასშტაბური პროცესია უკვე ეს ყველაფერი. სუხიშვილები არ არის მარტო ის კლასიკური სახელმწიფო ანსამბლი, რომელსაც ვხედავთ, რომელიც გასტროლებზე მედის, არამედ ეს არის უკვე არა მარტო ქართული კულტურის, არამედ საზოგადოების სიჯანსაღის, მენტალური სიჯანსაღის მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელიც. კი, ჩვენ გვაქვს ცეკვის აკადემია, უკვე წლებია, საკმაოდ გავფართოვდით, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გვაქვს ფილიალები თითქმის ყველა უბანში, თბილისში და სადღაც 10,000-მდე ბავშვი ეუფლება ქართულ ცეკვას ჩვენ ცეკვის აკადემიაში. ასევე ბავშვთა ანსამბლებიც გვაქვს, ბავშვები მართავენ კონცერტებს, მაგალითად ხვალ რუსთაველის თეატრში აქვს ბავშვებს კონცერტი, შემდეგ კვირას კიდე 2 თებერვალს კიდე კონცერტი იქნება და ვზდით ახალ თაობას და ფაქტიურად ეს ბავშვები მე იზრდებიან, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებია და ეს არის შემდეგი თაობა, რომელიც მოდის მე ჩვენთან ანსამბლში უკვე ასწავლი უკვე გამზადებული და მე მიხარია რომ ესეთი პოპულარიზმი სარგებლობს და ესეთი პოპულარულია ქართული ცეკვა განსაკუთრებით მე ვიტყოდი აი ბოლო 20-30 წლის განმავლობაში უფრო გაიზარდა მოთხოვნა ქართულ ცეკვას. მე ამას ვაბრალებ ამ ახალ პროექტებს, ახალ პროგრამას, რასაც ილიკო აკეთებს, ახალგაზრდა თაობაში გამოიწვია უფრო დიდი ინტერესი. იყო ადრეც რასაკვირველია, ჩემ თაობაში ნაკლებად. აი რო გითხრათ ახლა შედარება ადრე სტუდიებში თუ ამთავრებდა სადღაც 30-40 ბავშვი ეხლა უკვე 10,000-ზე ზემოთ არის რაოდენობა. აი წარმოიდგინეთ როგორ ამიტომ მე მიხარია რომ ეს იმის გარდა რომ ქართველი ბავშვი ეუფლება ქართულ ცეკვას, თავის რაღაც ეროვნულ ცეკვას, თან ეს ხო კიდე პატრიოტიზმის გზნობას ზდის. მე ერთმა ბავშვმა ერთხელ მითხრა 8-9 წლის ბავშვმა და არ დამავიწყდება, რომ ქალბატონინო მე რო ვცეკვავო, ღირსების შეგზნება მიმაღლდებაო. ეს იმხელა რაღაც იყო ჩემთვის, რომ ესე იგი ქართული ცეკვა ღირსების შეგზნებასაც ამაღლებს, პატრიოტიზმის გზნობას უღვივებს და საერთოდ ეს ხო ჩვენი იდენტობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა. ერთ საინტერესო გამოკითხვა იყო ძალიან ჭკვიან ხალხსაც კითხეს და შედარებით ასე ვთქვათ არასპეციალისტებსაც და ეკითხებოდნენ რა არის შენთვის ქართველობა და როდის გრძნობ რო ქართველი ხარ. სხვა შორის არა მარტო საქართველოს ჩატარდა ეგ გამოკითხვა და ბევრი საინტერესო აზრი გამოითქვა, მაგრამ ყველაზე მეტად რაც დამახსოვრდა თუ ჩემს თავზეც გამომიცდი ეს, აი როდესაც ქართულ ხალხურ ცეკვას ნახავ ან ქართულ მრავალხმოვან სიმღერას მოისმენ, თუ დაგვურძგლავსო, აი ეგ არის ქართველობაო და რა თქმა უნდა სუხიშვილები ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ ყოველთვის. ჩემი დამატებით კომპლიმენტები არ ჭირდება იმას, რასაც აკეთებ, თუმცა არის კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი, რომ თქვენ ბავშვებს გაამახვილეთ ყურადღება. აქვე აღნიშნოთ, რომ ძალიან სერიოზული ნაწილი, რომელიც პროფესიონალურად მისდევს შემდეგ უკვე, აი და პროფესიონალი მოცეკვავე ხდება, როდესაც ისინი კარიერას ასრულებენ სცენაზე, აგრძელებენ როგორც პედაგოგები და ეს მათ შორის დასაქმების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმიტომ რომ ასზე მეტი პედაგოგი ასწავლის ჩვენი ცეკვის აკადემიებში, ყველა ფილიალში, ესენი ყველა ჩვენი ან ყოფილი მოცეკვავეები ან ეხლანდელი მოქმედი მოცეკვავეებიც ასწავლიან და ეს თავის უზიარებენ თავის გამოცდილებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო, ვამბობთ რომ 80 წელზე მეტია ჩვენი ანსამბლი არსებობს, იმ დროს როცა ნინომ და ილიკომ დაიწყეს ამ ანსამბლის შექმნა და ჩამოყალიბება. ქართული ცეკვა არც თუ პოპულარული, ფაქტიურად თითქმის არ არსებობდა. კი იყო ეს ეთნიკური ცეკვები, მაგრამ პირველი მასიური ცეკვები ილიკო სუხიშვილმა დადგა ოპერებისთვის, ზაქარია ფალიაშვილმა მიიწვია და პირველი მასიური ცეკვები დაიდგა აფესალომ და ეთერის ოპერაში, ხეთო და კოტე ვიქტორ დოლიძე მიიწვია, დაისი ოპერა ასევე და შემდეგ უკვე ანსამბლის ჩამოყალიბების დროს პირველი მასიური ცეკვები დაიდგა, აი ფაქტიურად საუკუნის დასაწყისში 30-იან წლებში დაიწყო და პირველივე სტუდია ოპერის თეატრთან იყო ჩამოყალიბებული ილიკოსი და ამიტომ ჩემთვის ძალიან სიმბოლურია ეხლა 80 წლის თავზე ოპერის თეატრში კონცერტების გამართვა და ბევრმა არც იცის რომ ის რაც კლასიკად არის აღიარებული და დღეს ტრადიციულ ცეკვებად ითვლება
90% არის ნინო და ილიკოს მოგონილი, მოფიქრებული. ფაქტობრივად ქართული ქორეოგრაფია შექმნეს. მე არ ვამბობ, რომ ქართული ცეკვა ნინომ და ილიკომ შექმნა, რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც ქვია ქორეოგრაფია, პროფესიონალური დადგმა და უამრავი ცეკვების მოგონება, რომელიც არ არსებობდა. ცეკვა სამაია მოგონილია, ცეკვა ხანჯლური, ცეკვა ფარიკაობა, ხევსურულის მასიური ცეკვები, ხორუმი, ეს მასიური ეს ხაზი, მე სულ ვამბობ, რომ ხორუმის ხაზი არის ბაბუაჩემის ძეგლი. დღეს უკვე ყველა ესე ცეკვავს, დღეს უკვე სწორება ყველას ჩვენზე აქვს, იმიტომ რომ ითვლება, რომ ეს, ჩვენზე მიდის სწორება და დღეს უკვე მთელი საქართველოს ესე ცეკვას. ანუ ნინო და ილიკოს შექმნილზე და ეს ძალიან საამაყოა. ბაბუაჩემი ამით ამაყობდა, ამაზე არასდროს არ ქონდა რეაქცია, სულ ამბობდა მისი ოცნება იყო, რომ ყველა ქალაქს თავის ანსამბლი ქონოდა. რაც უფრო მეტი ანსამბლი იქნებოდა საქართველოში, ამის მომხრე იყო ყოველთვის, რომ ყველგან ყოფილიყო ქართული ცეკვის სტუდიები, სკოლები, ყველა რაიონულ ცენტრს თავისი ანსამბლები და ძალიან ბევრი შრომა გაწია, რომ დღეს ფაქტობრივად მთელი საქართველო ცეკვავს. უამრავი ანსამბლი არსებობს, არ ვიცი, მე არ შემხვედრია მართლა ადამიანი, ვისაც არ უთქვია ჩემთვის, რომ მე ბავშვობაში ქართულ ცეკვაზე არ დავდიოდი. გინდა ერში, გინდა ბერში, აი ყველგან. არ დადიოდა. მაგალითად ჩემი ზოგიერთი. ძალიან პატარა პროცენტი. ცოტა მოგვიანებით ახლა დაიწყეს სიარული ამ სტუდიებში. ესე ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ მარტო ბავშვები და მოზარდები და ახლა შედარებით ცეკვა ჯანსაღებს, ცეკვა არის ჯანმრთელობა. ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ სუხიშვილებს თელ სამს. დიდი მადლობა. წარმატებას, მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ყოველი ახალი შემთხვევა კიდევ უფრო მეტად გვაამაყებს და გვაბედნიერებს და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, მე ბედნიერი ვარ, რომ ხშირად ახსენებდნენ ხოლმე ლასკალას 60 წლის წინ ამ ტრიუმფს და ჩემთვის აი დღეს ჩემი და ილიკოს ეპოქა პერიოდისთვის ამ კარნეგი ჰოლის კონცერტი ტოლფასი იყო აი იმ ლასკალის კონცერტის რაც ნინომ და აი ნამდვილად ჩემთვის იყო ეს ლასკალა აი მართლა ეს აი დონე ამ ტრიუმფის და სცენის და ყველაფრის ამიტომ აი მე ვთვლი რომ ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა და კიდევ ერთი ჩაიწერა ანსამბლის ისტორიაში ოქროს ასოები. ამიტომაც იმსახურებდა საუბარს ზუსტად აი ამ თემაზე. მადლობა.